შერგელაშვილი დარტყმა შორეული მანძილიდან და გადარჩა. პირველი მომენტი, რომელიც შექმნა დღევანდელ შეხვედრაში წყალტუბოს სამგურალმა მატჩის მე-10 წუთზე და ეს შორეული გასროლა ეკუთვნოდა ლაშა შერგელაშვილს. ხორხელი. კარლოსი, მუჯირი საჯარიმოს მისადგომებთან. დარტყმა კარის მიმართულებით და გაიხსნა ანგარიში. ჟან კარლოს როდრიგესი გატანილი გოლის ავტორი. ბრაზილიელი ნელ-ნელა ფორმაში შედის. ჯერ იყო და ქუთაისის ტორპედოს გაუტანა, ახლა კი ჯერი თელავზია. კარლოს როდრიგესი, რა კარგი დამუშავება ბურთისა. შერგელაშვილი დარტყა და გაიტანა. ორი ძალიან ლამაზი გოლი ვიხილეთ, პირველიც და ლაშა შერგელაშვილს არ გამოუვიდა, თუმცა მეორეც და უზუსტესი აღმოჩნდა. ძალიან ლამაზი გოლი და ჟან კარლოს როდრიგესი ჯერჯერობით არის მატჩის საუკეთესო მოთამაშე, გოლს პლუს საგოლე გადაცემა. ჟან კარლოსი ორმა მარცხენა ფლანგელმა მოახერხა გოლის გატანა. მუჯირი იქნება მესამე, დარტყა და სხვაობა უკვე სამბურთიანია. დავით მუჯირმა მოახერხა თავისი გოლის გატანა. სწორედ მისი ბრწყინვალე მოქმედებით დაიწყო და გამწვავდა ეს იერიში, როდესაც ფეხებს შუა გაუტარა ბურთი ერთ-ერთ თელავეს და შემდგომ კარგი გადაშლა კვლავ მარცხენა ფლანგზე და კვლავ ჩავარდა თელავის მარჯვენა ფლანგი და დავით მუჯირმა როგორც ცენტრალურ თავდამსხმელს შეეფერება, ისე შეასრულა. იობაშვილი არტური მის წინააღმდეგ ძალიან არაორდინალური გადაწყვეტილება იობაშვილის მხრიდან, თუმცა გამწვავება მაინც ვერ ხერხდება. ჩიხლაძე კლასიკური იტალიური ამოსვლა კონტრიერიშიდან. დავით მუჯირი პასი ხორხელზე და 4-0. ეს ვანოლის ხელია. როდოლფო ვანოლიმ თავისი ხელი აი ამ კონტრშეტევით დაატყო წყალტუბოს სამგურალს. ყოჩახ სამგურალს და რთულია რომელიმე მოთამაშის გამოყოფა. დავით მუჯირსაც გოლს პლუს საგოლე გადაცემა ჟან კარლოს როდრიგესის მხრიდან. კაისმა მაჩიტიზის სასტონის ხმა, ცნობილაძის გამორბენი, დარტყმა კარის მიმართულებით, ყალიჩავა ძალიან დამაჯერებლად, უპრობლემოდ იღებს ამ ბურთხელებში. ჩიხლაძე. ასე საჯარიმოში კპოზო დააზღვია აქ. განდილაშვილი ხელი თამაში ითხოვდა უკვე ხორხელი, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ კუთხური. სიმბოლური 1 წუთი გახლავთ პირველ ტაიმზე დამატებული. დიდია შანსი რომ აქ პენალტი ვიხილოთ. კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ. სხეულის მასა ფართობი გაზრდილია ამ შემთხვევაში. კი ბატონო, აბსოლუტურად სამართლიანად გურამ მაშიტიძე ნიშნავს პენალტს თელავის კარის მიმართულებით. ლუკა ხორხელი. გამორბენი დარტყა და 5-0. 5-0 და დუბლი ლუკა ხორხელს. ქება და ქება წყალტუბოს სამგურალს. დარტყმა შორი მანძილიდან და ყალიჩავა რა ძლიერ დარტყმულს იგერიებს. დევდარიანი დაემუქრა აქ სამგურალის კარს და ასეთი მომენტი თელავს მთელი მატჩის განმავლობაში არ ქონია. დაწოდება საჯარიმოში. ხორხელს გამოაქვს ბურთი, დევდარიანის ჩაბრუნება, თუმცა ძალიან არაზუსტი იყო და მხოლოდ დარტყმა კარიდან აქ სწრაფად უნდა ითამაშო, რადგან მოშიშვლებული აქვს უკანა ხაზი თელაველებს. მუჯირი თავად მიდის, დავით მუჯირი და რა კარგი პასი გააკეთა ჩიხლაძე, დარტყა და 6-0. 6-0 ხდება ანგარიში. ვაბანგზე წავიდა თელავი და მეორედ უკვე კონტრშეტევაზე დაიჭირა სამგურალმა მოწინააღმდეგე. არავინ არც ერთი თეთრმაისურიანი არ იმყოფებოდა მოედნის ცენტრალურ ნაწილში. ამით ისარგებლა სამგურალმა დავით მუჯირის მეორე შედეგიანი გადაცემა და პლუს ამას 1 გოლი. კვლავ სამგურალის ფეხბურთელები დარტყმა დაიბლოკა, მუჯირი დარტყმა კარის მიმართულებით. გადარჩა თელავი.
სამგურალი დარტყმა კიდევ ერთი და 7-0. 7-0. ირაკლი ჯანჯღავამაც მოახერხა თავისი გოლის გატანა.